კეთილი დაბრუნება გადაცემაში ჯუდი აკეიშენი, JNS TV-ზე. ჩემი სახელია ჯოშ ეშტონი. ეს არის განსაკუთრებული გამოშვება. ჩვენ ვიმყოფებით JNS-ის საერთაშორისო პოლიტიკის სამიტზე იერუსალიმში. ჩემი სტუმარია ამ კვირაში ნაომი ლინდერ-ხანი. ის რეგავიმის საერთაშორისო განყოფილების დირექტორია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. ისინი არიან კვლევაზე დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრი და ლობისტური ჯგუფი, რომელიც ისრაელის რესურსებისა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება. ნაომი, ძალიან მიხარია, რომ ისევ ხარ ჩვენს გადაცემაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეხლა, რერეხავიმი ბოლო დროს ხშირად ხვდება სიახლეებში. არა საუკეთესო მიზეზებით და ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ამას. შეიძლება ეს დადებითი განვითარებაა, მაგრამ თქვენ სანქცირებულები ხართ. რეგავიმი, თქვენი აღმასრულებელი დირექტორი მეირ დოიჩი, ისინი ასახელებენ, ეს არის ევროპის კავშირი, ასახელებს ორგანიზაციის საქმიანობას და სამართლებრივ სარჩელებს იუდეასა და სამარიაში არალეგალური სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ. თქვენ არალეგალურ მშენებლობებს ებრძოდით იუდეასა და სამარიაში და ევროპის კავშირმა ამის გამო სანქციები დაგიწესათ. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ჯერ არ დასრულებულა, მეგობრებო. რამდენიმე დღის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად ისეთმა მოკავშირეებმა, როგორიცაა კანადა, საფრანგეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია, ასევე შავსიაში შეიყვანეს რეგავიმი და თქვენი აღმასრულებელი დირექტორი, მეირ დოიჩი. რა ხდება აქ იომიში? ხო, რო არ იყოს ესეთი საშიში, შეიძლება სასაცილო ყოფილიყო, მაგრამ ეს სულაც არ არის სასაცილო. უკვე 20 წელია, რომ რეგავიმი მიუთითებს, რომ ევროპის კავშირი აქტიურად არღვევს საერთაშორისო სამართალს და აქტიურად არღვევს ისრაელის სუვერენიტეტს იუდეასა და სამარიაში. ჩვენ დავაფიქსირეთ არალეგალური სამშენებლო პროექტები, რომლებსაც ევროპის კავშირი აფინანსებს. ჩვენ დავაფიქსირეთ ევროპის კავშირის აქტიური საქმიანობა პალესტინის სახელმწიფოს შექმნისთვის, იუდეასა და სამარიის მთელ ტერიტორიაზე ერთპიროვნულად. და ეს არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვამხელთ მათ არალეგალურ საქმიანობას. ასევე დაახლოებით 2 წლის წინ გამოვაქვეყნეთ სრული ანგარიში, რომელიც აანალიზებდა იმ მონაცემებს, რაც საფუძვლად დაედო თავდაპირველ სანქციებს, რომლებიც დაწესდა ევროპელებისა და ამერიკელების მიერ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ფაქტობრივად გაეროს მონაცემთა ბაზის ანალიზი კოლონისტების ძალადობის შესახებ, რაც რეალურად იყო ის ნარატივი, რომელმაც ყველა ეს სანქცია გამოიწვია. და რაც ჩვენ დავამტკიცეთ, იყო ის, რომ ეს არის მასიური სისხლის ცილის წამება, რომელიც უზომოდ და არათანაბრად აჭარბებს მცირე, თუმცა სამწუხარო, მცირე შემთხვევებს, ან ძალადობის ძალიან მცირე პროცენტს ისრაელელების მხრიდან იუდეასა და სამარიაში. მათ ეს გამოიყენეს როგორც საფუძველი იმისთვის, რომ შეექმნათ გარემო ნარატივი, რომელიც ლეგიტიმაციას აძლევს იუდეასა და სამარიაში მცხოვრები ებრაული მოსახლეობის, ისრაელის თავდაცვის ძალების და საბოლოოდ მთლიანად ისრაელის სახელმწიფოს დემონიზაციას. მათ არ მოსწონთ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რადგან ჩვენ მათი ტყუილები ფაქტებით ვებრძოლეთ. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ეცადონ ჩვენი გაჩუმება. და მათ დაგვიწესეს სანქციები არა იმიტომ, რომ ამტკიცებენ თითქოს რაიმე უკანონო ან ძალადობრივი ჩავიდინეთ, არამედ იმიტომ, რომ არ მოსწონთ ჩვენი საქმიანობის, ჩვენი ანალიტიკური ცენტრის შედეგი. მინდა ვისაუბრო მათ საბოლოო მიზანზე. და მე მჯერა, რომ მათი საბოლოო მიზანია დაარსონ ეგრეთ წოდებული პალესტინის სახელმწიფო. თქვენი ორგანიზაცია წლებია აფიქსირებს თუ როგორ უჭერს ევროპული კავშირი მხარს უკანონო მშენებლობებს იუდეასა და სამარიაში და სტრატეგიულ კორიდორებს C-ზონაში იმ მიზნით, რომ დაიკავონ ეს ტერიტორიები. და თქვენ გააქვთ რუკები, რომ აჩვენოთ, რომ პალესტინის ადმინისტრაციას აქვს საკმაოდ ბევრი ადგილი მშენებლობისთვის. A და B ზონებში, მაგრამ ისინი განზრახ ცდილობენ დაიკავონ C-ზონა. პირველ რიგში ეს სწორია და მეორეც, რატომ არ აკეთებს ჩვენი მთავრობა ისრაელის მთავრობამ არაფერს? მე მინახავს თქვენი რუკები ყველა უკანონო მშენებლობაზე. დიახ, ეს აბსოლუტურად სწორია. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს ადგილზე. ჩვენ მივდივართ ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე ვიყენებთ საჰაერო ფოტოგრაფიას, სატელიტურ ფოტოგრაფიას და ზუსტად ვაანალიზებთ რა ხდება ადგილზე რეალურ დროში ყოველ დღე, მთელი ისრაელის ტერიტორიაზე, ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელის იურისდიქციაშია. მაგრამ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ასევე დავიწყეთ ზემოდან, დავაფიქსირეთ რა ხდება A და B ზონებში. ჩვენ შევისწავლეთ რა რაოდენობისა და პროცენტული ნაწილია პალესტინის ავტონომიის იურისდიქციაში არსებული ტერიტორია განვითარებული და რამდენი სივრცე აქვთ მათ ზრდისა და განვითარებისათვის. ასე რომ თქვენ ზოგადად ორ მტკიცებას მოისმენთ, ორ ურთიერთდაკავშირებულ მტკიცებას, რომლებიც ფისნაუმ საზოგადოებრივ ცნობიერებაში შეიტანა. რა თქმა უნდა, არაბებს სადღაც უნდა იცხოვრონ. ამიტომ ისინი არალეგალურად აშენებენ, რადგან ისრაელი არ აძლევს მათ ნებართვებს C-ზონაში მშენებლობისთვის.
თუმცა ორივე ეს მტკიცება ტყუილზეა დაფუძნებული. რადგან თითქმის 70%, დიახ, 70% ამ ტერიტორიისა, რომელიც უკვე პალესტინის ავტონომიის იურისდიქციაშია, A და B ზონებში, ცარიელია და ხელმისაწვდომია განვითარებისა და მშენებლობისთვის, სრულიად ისრაელის ჩარევის გარეშე. სწორედ ამიტომ შეიქმნა პალესტინის ავტონომია. სწორედ ამიტომ გადაეცათ მათ მიწის რესურსები, რათა თავიანთი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ხალხისთვის მომავალი აეშენებინათ. ამის ნაცვლად მათ თავიანთი ყველა მნიშვნელოვანი რესურსი სტრატეგიული პროექტების შექმნისთვის გამოიყენეს. ისინი ანადგურებენ სიზონას, შეუძლებელს ხდიან ისრაელისთვის საკუთარი თემებისა და პატარა ისრაელის დაცვას. მწვანე ხაზის ფარგლებში ფაქტობრივად გზების გადაკეთვას ცდილობენ. პალესტინის ავტონომიის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს ერთმანეთთან აკავშირებენ მიწის ხიდების აშენებით. ამ თამაში ადამიანებს როგორც ფიგურებს ისე იყენებენ. ამიტომ ის ძირითადი კონცეფცია, რომ ისრაელმა არაბებს უნდა მისცეს მშენებლობის ნებართვების სიზონაში, მცდარ წარმოდგენაზეა დაფუძნებული, რადგან მათ არ სჭირდებათ სიზონაში მშენებლობა. და ის ძირითადი იდეა, რომ ისრაელმა როგორმე უკვე არსებული მდგომარეობის შემდეგ უნდა მისცეს ამის გაგრძელების უფლება, კატასტროფა იქნება მთლიანად ისრაელის სახელმწიფოსთვის. არა მხოლოდ იუდეასა და სამარიის მომავლისთვის. დაჯერება ძნელია, მაგრამ მინდა სანქციებზე დავბრუნდებ. რას აპირებს რეგავიმი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ თქვენზე სანქციებია დაწესებული, მაიორ დოიჩზეც სანქციებია. ანუ ეს სრულიად აბსურდულია. და ახლა გაავრცელეთ განცხადება და თუ არ ცდები, განსაკუთრებით გამოარჩიეთ კანადა, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც თქვენზე სანქციები დააწესა. რა შეიძლება გაკეთდეს და რას აპირებს რეგავიმი ავიმი? ჩვენ რამდენიმე რამეს ვაკეთებთ. პირველ რიგში, როგორც ჩვენთვის, ასევე სხვებისთვის, როგორც ეს შეერთებულ შტატებში გავაკეთეთ, ახლახან მივიღეთ შეთანხმება აშშ-ის მთავრობასთან, იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა ისრაელის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და პირებზე. ამერიკის მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ არ დააწესებს სანქციებს ადამიანებზე, არ გამოიყენებს სანქციების რეჟიმს როგორც ინსტრუმენტს. იუდეისა და სამარიის მცხოვრებლებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იუდეასა და სამარიაში ცხოვრობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვაპირებთ იგივე გზით წავიდეთ ევროკავშირთან და კანადასთან, რომლებმაც ასევე დაგვიწესეს სანქციები. პირველ რიგში დავიწყებთ ბიუროკრატიულ პროცესს სანქციების სიიდან ამოსაღებად და ასევე შევიტანთ საფასუხო სარჩელებს, რათა აიძულოთ ისინი აუხსნან მსოფლიოს, ფაქტობრივად რა საფუძველი აქვთ. ისრაელის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შერყევისთვის, ისრაელის სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობის წინააღმდეგ შეტევისთვის და ისრაელის სამოქალაქო საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობისთვის. ეს ყველაფერი აღმაშფოთებელია. სანქციები შეიქმნა ზეგაერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და ნარკობარონების წინააღმდეგ საბრძოლველად. დაკავშირი აქვს ამას კვლევით ანალიტიკურ ცენტრთან. სრულიად არაფერია. აქ შეგაწყვეტინებ, რადგან ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ხალხმა გაიგოს. რა თქმა უნდა. რეგავიმი ამ ქვეყნებმა სანქციონეს. მაგრამ რეალურად რასაც ეს ამბობს, როგორც შენ ამიხსენი ნებისმიერი ადამიანი. აქ ისრაელში ამ სამიძე დღეს, ან ნებისმიერი ისრაელი, რომელიც ისრაელში ცხოვრობს. მათი რწმენის გამო, მათი საქმიანობის გამო, რასაც ისინი აკეთებენ, რაც აშკარად თქვენ შემთხვევაშია და ბევრ სხვა შემთხვევაშიც. რეგავიმი არაძალადობრივი ადვოკატირება და იურიდიული საქმიანობა, რასაც თქვენ აკეთებთ. აქ მყოფი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს სანქციების სამიზნეში ევროკავშირის, კანადის ან ამ ქვეყნების მხრიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიერ პრესისთვის გაკეთებულ რომელიმე განცხადებას არ ეთანხმებიან. მათ არ მოსწონთ, არ ვიცი, მათი გარეგნობა, მათ არაფერი მოსწონთ მათ შესახებ. ეს სინამდვილეში იუდეასა და სამარიას არ ეხება. სინამდვილეში მთელი ისრაელი და ყველა ისრაელელი უნდა ღელავდეს ამაზე. აუხსენით ეს. აბსოლუტურად. დღეს ეს ჩვენ ვართ, მაგრამ თუ ხვალ პოლიტიკური ვითარება ოდნავ შეიცვლება, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, ან ნებისმიერი ისრაელის მოქალაქე. თუ ისრაელის მთავრობა არ დაიცავს თავისი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლებას, ლებას და მათი ბიზნესის კეთების თავისუფლებას, ძალიან სერიოზული პრობლემა გვექნება, რადგან ეს კიდევ უფრო გაუარესდება. რადგან სანქციები არა მხოლოდ პოლიტიკურად იდენტიფიცირებულ ორგანიზაციებს დაეკისრებათ, არამედ შემდეგი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალები. და შემდეგი იქნება მთლიანად ისრაელის სახელმწიფო. და ეს უბრალოდ მიუღებელია. რადგან რეალურად სანქციების გამართლება რიგავიმის წინააღმდეგ არის ფარული შეტევა ისრაელის მთლიან სასამართლო სისტემაზე. რადგან ისინი ასახელებენ ერთ შემთხვევას, როდესაც ჩვენ სასამართლოში მივმართეთ, რათა ისრაელის მთავრობა იძულებული გაგვეხადა, კანონი აღესრულებინა.
ეხლა თუ ეს უკანონოა, თუ ეს რაიმე ფორმით სანქცირებადია, მაშინ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი მთელი სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ არის და ხმის უფლება არ აქვს. ევროკავშირი და მისი მოკავშირეები დაიწყებენ იმის დადგენას, თუ რა საკითხებზე შეუძლიათ ისრაელის სასამართლოებს გადაწყვეტილების მიღება და როგორ უნდა გადაწყვიტონ ისინი. და ზოგადად რა პოლიტიკის განხილვის უფლება აქვს ისრაელის მთავრობას და რის არა. ეს ძალიან საშიშია. ამიტომ ჩვენ მოქმედებთ საკუთარი თავის დასაცავად, მაგრამ ბევრად უფრო მეტის დასაცავადაც მოვადაც მოქმედებთ. დიახ, ხალხმა ეს ნამდვილად უნდა გაიგოს. ეს მთავარი საკითხია. საქმე მხოლოდ რეგავიმზე არ არის. საქმე მხოლოდ იუდეასა და სამარიაზე არ არის. ეს რეალურად მთელი ისრაელის სახელმწიფოს ეხება. და რეგავიმი ჩართულია ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ვინც შეიძლება არ უნახავს ჩვენი წინა ინტერვიუ ან არ იცნობს ორგანიზაციას, იქნებ დეტალურად გვითხრა, რაზე მუშაობთ ამჟამად, გარდა იმისა, რომ ამ სანქციებს ებრძვით. გულისხმობ, არ ვიცი, შეუძლია თუ არა მეირ დოიჩს კანადაში გამგზავრება. არ ვიცი, ამ ეტაპზე ვინმეს თუ უნდა იქ წასვლა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორც იქიდან ისრაელს ექცევიან, მაგრამ აგვიხსენით ეს და ასევე რას აკეთებს რეგავიმი ამჟამად თქვენი სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობის კუთხით. მაშ დავიწყებ ზოგადი აღწერით, რას აკეთებს რეგავიმი. რეგავიმი უკვე 20 წელია ცდილობს დაიცვას ისრაელის სუვერენიტეტი. მაგრამ ძალიან უნიკალური პერსპექტივიდან. ჩვენი ძირითადი პრინციპია, რომ მიწის გამოყენების პოლიტიკა არის ეროვნული სუვერენიტეტის ყველაზე ძირითადი გამოხატულება. თქვენი მიწის რესურსები არის ყველაზე ძირითადი რესურსი, რაც ქვეყანას გააჩნია. შეიძლება ბევრი რამ იყო მიწის გარეშე, მაგრამ ქვეყანას ვერ წარმოადგენ. სწორია. ამიტომ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება მიწის რესურსი, ვინ იყენებს მას და რა მიზნებისთვის, სწორედ ის საკითხებია, რისგანაც სუვერენიტეტი შედგება. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გავაანალიზოთ, რა ხდება რეალურად ამ მიწის რესურსთან დაკავშირებით და გამოვავლინოთ სისტემაში არსებული ხარვეზები, მიუთითოთ, სად არის საჭირო კანონმდებლობა, სად აკლია აღსრულება, სად არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც უკეთეს მომავალში ამ მიწის რესურსის გამოყენებას წარმართავს ისრაელის სახელმწიფოს ჯანმრთელობისთვის მთლიანობაში. ჩვენ აქტიურები ვართ ისრაელის სახელმწიფოს იურისდიქციის ყველა ტერიტორიაზე, ჩრდილოეთიდან ნეგევამდე, ასევე იუდეასა და სამარიის რეგიონებში. ამიტომ ბოლო 2 წლის განმავლობაში იერუსალიმში ძალიან აქტიურები ვართ. ჩვენ ფაქტობრივად რევოლუცია მოვახდინეთ აღსრულების მიმართულებით და ცვლილებები შევიტანეთ ისრაელის დაგეგმარებისა და მშენებლობის კოდექსში და არალეგალური მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით 75%-ზე მეტით შევამცირეთ. ეს იყო ეროვნული ჯირი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს ემუქრებოდა. ახლა უკვე ვიწყებთ იმის დანახვას, რომ ეს კონტროლის ქვეშ მოდის. და მე თქვენ ცოტა ადრე თქვით, რომ ეს მთავრობა არაფერს აკეთებს. ეს სინამდვილეში არასწორია. პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგალითად, 2025 წელს ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვნახეთ, რომ სიზონაში უფრო მეტი არალეგალური ნაგებობა დაინგრა, ვიდრე აშენდა. ასე რომ, ჩვენ ვითარებას ვცვლით. ჩვენ გვაქვს მასშტაბური გაუმჯობესებები მთავრობის პოლიტიკაში ნეგევში, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი რაოდენობის სახელმწიფო მიწებს უბრუნებს. უკანონო ბანაკების მოცილება, უკანონო მაცხოვრებლების გადაყვანა, ათწლეულების ფაქტობრივად ჩიხური მდგომარეობის შემდეგ ეს ნამდვილად რევოლუციას ახდენს ნეგევის მომავალში. განვითარებისთვის, ისრაელის ყველა მოქალაქის სასარგებლოდ. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ ბევრ ცვლილებას, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ეს სანქციები ვერ შეგვაჩერებს, მაგრამ ნამდვილად წარმოადგენს გამოწვევას. ასე რომ, ამ ეტაპზე ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია. რა თქმა უნდა, მაგრამ დანარჩენი გუნდის წევრების შესახებ დარწმუნებული არ ვართ. შეგვიძლია თუ არა ევროპაში გამგზავრება. რომ ვთქვათ ის, რაც უნდა ვთქვათ, რომ გავანაცხოთ ადამიანები, წარმოვადგინოთ ჩვენი შეხედულება და ის გადაწყვეტილებები, რასაც ვთავაზობთ. არც ევროპის კავშირში და არც კანადაში. თქვენ პირადად რას ფიქრობთ? ახლა თვითმფრინავში ჩაჯდებოდით და ამ რისკს მიიღებდით. დიახ, ჩავჯდებოდი. ჩაჯდებოდით, კარგი. რა თქმა უნდა, ჩავჯდებოდი. მენდომებოდა მენახა, როგორც ცდილობენ ჩემს შეჩერებას. ჩვენ არ ვაპირებთ ამით გავჩუმდეთ და ვფიქრობ, ეს სამართლიანი გამოწვევაა. ასევე აღნიშნავ, რომ ჩვენგან ზოგიერთს, მათ შორის მე და ჩვენს აღმასრულებელ დირექტორს, ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს. ჩვენ ამერიკის მოქალაქეები ვართ. და თუ ამერიკის მთავრობა არ გააპროტესტებს სიტყვის თავისუფლებისა და ამერიკის მოქალაქეების განსხვავებული აზრის შეზღუდვას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ძალიან სახიფათო გზაზე დავდგებით. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს, რა მიმართულებით მიგვაქანებს ეს სანქციები. ეს არის ფაქტობრივად დემოკრატიის საფუძვლებზე, სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ დისკურსზე შეტევა. ამ ყველაფერს რეალურად საფრთხე ემუქრება ამ უპრეცედენტო ინსტრუმენტის გამოყენებით.
კანონმორჩილ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე პოლიტიკური იქნება ეს თუ არა, უბრალოდ განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც კანონმორჩილები არიან. ეს აბსოლუტურად აბსურდულია. სასაცილოა და მე მოუთმენლად ველი, რომ რეგავიმი ყველა ამ სანქციიდან გათავისუფლდება. მე ყურადღებით ვაკვირდები იმას, თუ რას აკეთებთ თქვენ სანქციებთან საბრძოლველად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამის შესახებ jns.org-ზე გავაშუქებთ. ჩვენ შევქმნით პოზიციური დოკუმენტი მთავრობისთვის და ვმუშაობთ ისრაელის მთავრობის წევრებთან ერთად. პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა გადადგმული იქნას საფასუხოდ, არა მხოლოდ ჩვენი დაცვისთვის, არამედ ისრაელის სახელმწიფოს მთლიანად დასაცავად, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დასაცავად და სუვერენული და დემოკრატიული ისრაელის მოქალაქეების დასაცავად. გისურვებთ წარმატებას. ამით დავასრულებთ. ნაომი ლინდერხანი, ორგანიზაცია რეგავიმის საერთაშორისო განყოფილების დირექტორი. ყოველთვის სასიამოვნოა. მგონი თქვენ ხართ ჩემი პირველი სტუმარი, რომელიც ორჯერ იყო გადაცემაში Judaization JNS TV-ზე. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია და სიამოვნებაა თქვენი სტუმრობა. გმადლობთ. ისიამოვნეთ კონფერენციის დარჩენილი ნაწილით საერთაშორისო სამიტზე. ეს იყო კიდევ ერთი გამოშვება Judaization-ის JNS TV-ზე. ჩემი სახელია ჯოშ ეშტონი. აუცილებლად ეწვიეთ JNS TV-ს ყველა იმ შესანიშნავი კონტენტისთვის, რომელსაც გთავაზობთ. ეწვიეთ jns.org-ს ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან უახლესი სიახლეებისთვის. და მიდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც კულისებში მუშაობს, კამერებს მართავს, ყველაფერს აწყობს, პროდაქშენის გუნდს. ამ გამოშვებაში ძალიან ბევრი სახელია დასასახელებლად, მაგრამ მოუთმენლად ველოდები შემდეგი კვირის Judaization-ს. სტუდიაში აქ იერუსალიმში, ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის მარადიულ დედაქალაქში. ყველას კარკვირას გისურვებთ.